სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო საჯარო გაშლით გიერთდებით თუ რისგან გჭირდებათ განთავისუფლება. დღეს გამოვიყენებ მანარას, ძალიან დიდი ხანია მანარასთან აღარ მიმუშავია სიმართლე გითხრათ და რაღაცნაირად აი ამ თემაზე უშუალოდ ეს კარტი მიძახის. ესე რომ ვთქვათ, რისგან გჭირდებათ განთავისუფლება. გამოვიყენებ ამავდროულად ორაკულებს და ვნახოთ რა არის თქვენი თემა. რისგან გჭირდებათ ახლა განთავისუფლება. გვექნება სამი ვარიანტი. არკანები გავამზადე უკვე თქვენთვის. ეს არის პირველი ვარიანტი, რომელზეც გვაქვს ამეთვისტოს მინერალი. მეორე ვარიანტი გვაქვს ფლუორიტი. და მესამე ვარიანტი გვაქვს ვეფხვის თვალის ესეთი საყვარელი გულის საკიდი. ამოირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი და ჩვენ კი ნელ-ნელა დავიწყოთ გაშლა. მოგესალმებით პირველი ვარიანტი. პირველ რიგში მოგიწოდებთ, რომ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციების თუ შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. პირველი ვარიანტი, ნახოთ რისგან გჭირდებათ თქვენ განთავისუფლება. არკანებს ვცდილობ რომ ცოტა დავფარო, იმიტომ რომ ცოტა ესეთი ეროტიული ნახატები აქვს ამ კარტს და არ მინდა რომ სოციალურ მაქსელებმა ამის გამო დამბლოკონ. კარგი, ნახოთ რისგან გჭირდებათ განთავისუფლება. გვაქვს ხმლების ჰაერი, უბრალოდ რაინდების ჰაერი, გვაქვს რაინდების მიწა, ანუ პენტაკლები და გვაქვს დედოფალი მიწის. ამ შემთხვევაში გეტყვით შემდეგ რამეს. ძალიან გჭირდებათ ამ მომენტში განთავისუფლდეთ ყველანაირი ტიპის არასტაბილური ენერგიებისგან, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოაქვს. აქ გაქვთ დისციპლინიდან ამოვარდნის მომენტები პერიოდულად, სადაც თქვენს გზას კი არ მიყვებით, პერიოდულად რაღაცა გაქცევის მომენტები გაქვთ, რაც ხელს გიშლით, როგორც ჩანს განვითარებაში, ხელს გიშლით მიზნების მიღწევაში. თქვენს ერთ მხარეს დგას თქვენი სულიერი ნაწილი და სულიერი პროცესები, სადაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად განვითარდეთ. სხვათა შორის, ანუ არ გამოვრიცხავ ესეთ რაღაცას, რომ ვიღაცისგან ვცდილობთ მაგალითის აღებას მომენტებში, რაც საერთოდ შეიძლება არ შეეფერებოდეს თქვენს გზას, იმიტომ რომ ამას უფრო რაღაცა ბაძვის ენერგია უფრო აქვს, ვიდრე ის, რომ დაუშვათ მაგალითს იღებთ, ხო? ზედმეტად ვცდილობთ სხვის გზაზე იაროთ, რაც რეალურად ანუ თქვენი საერთოდ არ არის. და შესაბამისად ეს გაცილებს თქვენს რეალურ გზებს. თქვენ ისედაც გაქვთ უკვე თქვენი მიმართულება მეგობრებო აღებული და ამ ადამიანის ყურებაში თქვენს გზას კარგავთ. შეიძლება ის ადამიანი თავის განვითარებას აღწევდეს ან არ აღწევდეს იმით, რასაც აკეთებს, მაგრამ თქვენი სისტემური გადახვევები თქვენთვის აქ თქვენი ენერგიებისთვის არის აბსოლუტურად შეუფერებელი. არ ვიცი, შეიძლება აქამდე დაუშვათ რიტუალური პრაქტიკებით იყავით მაგალითად დაკავებული და დაუშვათ სისტემატიურად აკეთებდით რაღაცა რიტუალებს, სისტემატიურად აკეთებდით რაღაცა კონკრეტულ პრაქტიკებს და უეცრად გადაწყვიტეთ, რომ ის რასაც აქამდე თქვენ რიტუალურად აკეთებდით, დაიწყოთ მაგალითად მედიტაციებით, რაც თქვენს ენერგიასთან აბსოლუტურად შეუფერებელია, იმიტომ რომ თქვენი ენერგია აი ამ რეზონანსში არ არის. თქვენთვის შეუსაბამო რეზონანსებია და აბსოლუტურად სხვა მიმართულებაში გაგდებთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს არის ჰაერის ენერგიები და ჰაერის ენერგიები უფრო აღმოსავლური კულტურაა და მიწის ენერგიები ამ შემთხვევაში დასავლური, ხო? ამიტომ ცოტა რაღაცა ორი პოლარობის ზღვარზე დგახართ, რომლის დაბალანსებაც აშკარად და კომბინაცია თქვენთვის შეუფერებელია.
ან იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ როგორღაც ეს დააბალანსოთ ერთმანეთთან და სწორად წამოიღოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს თქვენთვის ხელი შემშლელია და ამისგან განთავისუფლება ნამდვილად გჭირდებათ, იმიტომ რომ რასაც აღმოსავლურ ნაწილში აკეთებთ, ეს თქვენთვის აბსოლუტურად შეუფერებელია ენერგეტიკულად, იმიტომ რომ ამის შესაფერისი ენერგია თქვენ არ გაქვთ. იმიტომ რომ თქვენი ენერგია უკვე სხვა რამეზეა ნამუშევარი. მეცაც გეტყვით, დაუშვათ აქამდე, დაუშვათ ცოტა მატერიალურ ნაწილში რო ავიღოთ, შეიძლება აქამდე თქვენ არ ვიცი, იყავით მუდმივად დაკავებული სტაბილური სამსახურით, რაღაცას მუშაობდით, აკეთებდით, სისტემურად მუშაობდით, მოკლედ და ეხლა გადაწყვეტეთ, რომ მოდი ეხლა აღარ მინდა მე სისტემის დამორჩილება, მაგრამ თქვენი მდგომარეობა რეალურად და თქვენი ცხოვრება აწყობილია ამ სისტემაზე. და თქვენ უკვე ამოვარდით კალაპოტიდან და როგორც ჩანს ეს უკვე თქვენ გბნებთ განა ის რომ სიტყვაზე გამოიღვიძეთ და რაღაცა ახლისკენ მიდიხართ არამედ თქვენ ისევ მატერიას ეჯაჭვებით, მაგრამ ძალიან გინდათ რომ რაღაცა აქ არ იყოთ, მაგრამ შინაგანად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მაინც აქეთ ხართ მოჯაჭვული. აი მინდა რომ არკანი გაჩვენოთ, ცოტას დავფარავდა თან ისე. ნახეთ როგორ არის აქ ჯაჭვით შეკავშირებული უშუალოდ მიწის ენერგიის ცხენისკენ. თქვენ რეალურად მთელი თქვენი ცხოვრებით და თქვენი გონების მოწყობით სისტემაზე ხართ აწყობილი. ამ სისტემიდან ამოვარდნა უკვე თქვენთვის შეუფერებელი ენერგია. იმიტომ რომ რაღაცა ისეთ ენერგიას ეკოტინებით, რაშიც არ ზიხართ. ან მაშინ უნდა გაანულოთ თქვენი ენერგია და თავიდან დაიწყოთ ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ ამ მიმართულებას სხვანაირი ცნობიერება ჭირდება. ნახოთ რა მოგვდის მოდი ჯერ ნახოთ ორაკულში კიდევ რისგან გჭირდებათ განთავისუფლება, ეს არის სპილოები, fertility ამ შემთხვევაში. თქვენ გჭირდებათ ამთან ამ უბრუნებული ეს არის რა ქვია, არკანი სწორ მდგომარეობაში კიდე სხვა რაღაცას გეტყოდით. თქვენ გჭირდებათ განთავისუფლება ისეთი გარემოებებისაგან და ისეთი პრაქტიკებისაგან ამ შემთხვევაში, რაზეც თქვენ აქამდე არ მიმუშავიათ და ეპოტინებით. აი დავუშვათ, ავიღოთ ტყის მაგალითი. თქვენ თუ მოხვდით ტროპიკულ ჯუნგლებში და უეცრად გადაწყვეტეთ სპილოებთან ერთად ცხოვრება, მაგრამ თქვენ იქამდე მიჩვეული იყავით, არ ვიცი, ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრებას, ასეთი ცხოვრების სტილით ცხოვრობდით, არ ვიცი, ოჯახი გყავთ, შვილები გყავთ, რაღაცა და უეცრად ეხლა მოგინდათ, რომ ყველაფერი ის, რაც იქ აშენეთ და всё, გადავწიო და მოდი ეხლა აქ მინდა ცხოვრება, მაგრამ გონებით მაინც იქით იყოთ და იმ სტანდარტებით ვცდილობდეთ ისევ აქ ცხოვრებას, ანუ სპილოებთან ცხოვრებას იმ სტანდარტებით, როგორც ქალაქში ცხოვრობდით. რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ან თქვენ თავში უნდა შეცვალოთ რაღაცა, ან კიდევ სადაც აქამდე აშენეთ, იქ დაბრუნდით მეგობრებო, იმიტომ რომ სხვანაირად ირევით, მოდი ესე რომ ვთქვათ და თქვენი ენერგიის ძირება, რაც იწევს, რა თქმა უნდა, ზედმეტი ენერგიის ფლანგვას. ვინაიდან და რადგანაც ეს ამოვიდა იმ ნაწილში, სადაც მე თქვენ გეუბნებით, რისგან გჭირდებათ განთავისუფლება, სწორედ ამისგან, რაც თქვენი არ არის, იმას გაეშვით მეგობრებო, ან თუ ახლებურად გინდათ რაღაცის ცდა, რასაც აქამდე აკეთებდით, ის ცნობიერება უკან მოიტოვეთ და ახალში შედით, ახალს გაიხსენით. რჩევა როგორ უნდა გააკეთოთ ეს? The Lady Avalon-ის ორაკული გვაქვს ამ შემთხვევაში, ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს. რაც მდგომარეობს ამ შემთხვევაში იმაში, რომ იმისათვის, რომ ახალი ენერგია და ახალი სუბსტანციები დაიბადოს თქვენში, იქამდე გჭირდებათ წინამდებარეს გაქარწყლება, მოშორება, იმიტომ რომ ეს უკვე ტოქსიკურად აისახება თქვენზე. უნდა მოახერხოთ ეს იმგვარად, რომ სირთულეები, რაც ამ ნაწილს თან ახლავს, თქვენ უყურებთ მხოლოდ ამის ერთ ფორმას. აი ფროიდს აქვს შორის ძალიან კარგი გამონათქვამი მწვერვალზე, ხო? ყინულის მწვერვალზე, რომ უკაცრავად აისბერგზე, რომ ზემოდან აისბერგი ჩანს ძალიან მინიმალური ზომის, მაგრამ იმის ქვეშ არის უზარმაზარი ყინულის ლოდები,
რომელიც ზემოდან საერთოდ არ ჩანს. თქვენ მხოლოდ ყინულის წყლის ზედა ნაწილს აკვირდებით და ყინულის ზედა მხარეს, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენთან ჩანს და საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ ამის ქვეშ რა ხდება. რა ცნობიერება იმყოფება ამის ქვეშ, რა მდგომარეობა, რა ენერგია, რა პრაქტიკები. თქვენ ამ მომენტში ამ ენერგიასთან მეგობრებო ახლოსაც არ ხართ. იმისათვის რომ მოხვიდეთ ამ ენერგიასთან ახლოს, გჭირდებათ ეს ველისგან განთავისუფლება და ბოლომდე ჩაძირვა საკუთარი თავის ტრანსფორმაციაში. ანუ დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდით. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქ არ გამოგადგებათ. ეს გზა არის აბსოლუტურად სხვა და გზა, რომელზეც თქვენ აქამდე იდექით, არის რადიკალურად სხვა. მონეტის ორი სხვადასხვა მხარეა მეგობრებო რა, ერთი სიტყვით რო ვთქვათ. მე მინდა რომ კიდევ ამოვიღო რამოდენიმე არკანი თქვენზე, ოღონდ მინდა გამოვიყენო ამ შემთხვევაში საერთოდ სხვა დასტა. მოდი ვნახოთ, რისი გაკეთება გჭირდებათ, რომ დაუშვათ თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ აი ამ ახალ მიმართულებას შეეჭიდოთ, კონკრეტულად რა მოქმედებების გატარებაა საჭირო ამისათვის. ცხრიანების კვერთხები, ათიანების თასები, სამიანების ხმლები. ჩემო ძვირფასებო, აქ თქვენ გჭირდებათ თქვენი ძველი მეს ბოლომდე დამხობა, მე ესე გეტყოდით, ძველი მეს დამხობა, თქვენი ტრაუმების შინაგანი სამუშაოების ჩატარება, რომ აი ამ ყველაფერზე იმუშაოთ. გჭირდებათ ასევე გამოიმუშაოთ უპირობო სიყვარული, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს ხდება დიდი ტკივილის გამოტანის ხარჯზე, უნდა მოხდეს თქვენი სრულფასოვანი გაწმენდა ტკივილისგან, რომ დაბრუნდეთ უპირობო სიყვარულში. მაგრამ ამ მომენტში თქვენი გული ვიტყოდი, რომ ჩაკეტილია და მეცაც გეტყვით, შეიძლება საპირისპირო სქესის მიმართ სრულიად მიუღებლები ხართ? ანუ თქვენ არ იღებთ საპირისპირო სქესს, ამას გულისხმობ. არ შეიძლება ფემინისტები მიყურებთ აქ, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცა იმხელა მიუღებლობას უგრძნობ კაცებისას, თუ მამაკაცები მიყურებთ ქალებისას, რომ არ ვიცი, თუ არ გეზიზღებათ კიდევ კარგია. ცოტა ისეთია, აშკარად ძალიან ნატკენები ხართ და განაწყენებულები საპირისპირო სქესზე, ჩემო ძვირფასებო. გჭირდებათ ამის განკურნება შინაგან თავში და ესე რომ ვთქვათ, ამის ხარჯზე გადაწყობა ახალ ენერგიებზე. კარგი, კიდევ ვნახოთ. აი ეს საკითხი, რაც ახლა მე გავაჟღერე, რისგანაც გჭირდებათ თქვენ განთავისუფლება, როგორ უნდა განთავისუფლდეთ ამისგან კიდევ დავკონკრეტდეთ. რვიანების პენტაკლი, დედოფალი თასების და შეყვარებულები. თქვენი განთავისუფლება შესაძლებელია მაშინ, როდესაც თქვენ მოახერხებთ და საკუთარ ემოციებთან და საკუთარ შინაგან ბნელ ნაწილებთან შეთანხმდებით. საკუთარი თავის მეორე ბუნებას დაინახავს და ფემინურ მხარეს აღიარებთ. მამაკაცებისაც და ქალების შემთხვევაშიც მე თქვენ გეტყვით, რომ გჭირდებათ თქვენი ფემინური ნაწილის აღიარება. ყველა ადამიანს დაგოჩნია ორი პოლარობა, ფემინური და მასკულინური მხარე. გვაქვს როგორც ტესტოსტერონი, ისე ესტროგენი, ხო? რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო მატერიალურ ფორმატში რო გადმოვიტანოთ. გჭირდებათ ამის შეთავსება და აღიარება იმ ნაწილის, რომელიც დათრგუნულია. მიმღებლობა უნდა გქონდეთ ამისი და დაიწყოთ ამაზე მუშაობა. შეიძლება თქვენ რაღაც გგონიათ, რომ მეორე ნაწილი საერთოდ არ გჭირდებათ, ყველაფერს თქვენ თვითონ ითავსებთ, მაგრამ რეალურად ამით თრგუნავთ თქვენს ერთ-ერთ პოლარობას, რაც ხელს გიშლით ამ მიზნის მიღწევაში და მათ შორის კონკრეტულ პრაქტიკაში
შესვლაშიც. ძალიან გინდათ რომ აქ შეხვიდეთ, მაგრამ რაღაცა არ მოყვებათ. ან თქვენი აუდიტორია არ მოყვებათ, ან თქვენი შინაგანი ბუნება არ მოყვებათ ამისთვის ჯერჯერობით, იმიტომ რომ აქამდე საერთოდ სხვა რაღაცაზე იყავით მეგობრებო აწყობილი და მეცაც გეტყვით სხვათა შორის ინტუიციაზე მეტად ძალიან ფიზიკურ პლანზე უფრო იყავით აწყობილი. შეიძლება მეცნიერულ დასაბუთებებზე, მეტად უფრო ლოგიკაზე და ინტუიციას ამის გამო უკუაგდებდით, ენერგეტიკულ პრაქტიკებს უკუაგდებდით და გეგონათ რომ მხოლოდ მტკიცებულებებს იპოვიდით, ესე რომ ვთქვათ, სისტემაში ხო, ამ შემთხვევაში მეცნიერებაში ხო და შეიძლება ის რაც თქვენთვის ფროიდთან კავშირში არ არის, ყველაფერი არ არსებობს. თუ ფროიდს არ დაუწერია, ესე იგი არა, რაღაცა ეს ცალსახად გხედავთ მეგობრებო ამ ენერგიებში. ფროიდი და იუნგი თუ არ გაჟღერებ, ფროიდიც და იუნგის თუ არ გაუჟღერებია, მაშინ არ არსებობს. არ ვიცი, რატომღაც ეხლა მგონია, რომ ისეთი ადამიანები მიყურებთ, ვისაც ასე რომ ვთქვათ, სულიერი პრაქტიკების მიუღებლობა გაქვთ, იმიტომ რომ ფროიდს და იუნგის მაგალითად არ ვხსენებია რაიმე კონკრეტული პრაქტიკა, ხო? შეიძლება ასეთი კატეგორია მიყურებს აქ. არა და რეალურად ძალიან თქვენ სულს შეიძლება ის განთავისუფლება ძალიან ჭირდება, მაგრამ ზედმეტად მიჩვეულია უკვე ამ სტანდარტულ ცხოვრებას, ხო? მატერიალურ ცხოვრებას, მატერიით დანახვას, მატერიის გადმოსახედიდან ყველაფრის დანახვას, არა და ინტუიციის გეშინიათ, რეალობის დანახვის გეშინიათ. შეიძლება, არ ვიცი, აი რეალურად ძალიან კარგი ექსტრასენსორული უნარები გქონდეთ და იმდენად ეჭიდებით ამ მეცნიერებას, მხოლოდ იმის გამო, რომ აი ამ თქვენი ხედვების გეშინიათ, რასაც დაინახავთ, თუ კი გაგეხსნებათ, ამის გამო კეტავთ თქვენს თავს ფროიდიანულ და იუნგიანურ ხედვებში, ხო? თუმცა იუნგის კიდევ აქვს რაღაცა გზები, რითაც შეიძლება კიდევ მოგიყვანოთ აქამდე, მაგრამ მე მგონი აი ამ გზებსაც ჩემი აზრით უკუაგდებთ რაღაც მხრივ. კარგი მეგობრებო, მოდი საბოლოოდ რჩევას ამოვიღებ თქვენთვის ისევ ამ კარტიდან. ნახოთ რჩევა რა იქნება თქვენთვის. რჩევა მდგომარეობს შემდეგში. ნელ-ნელა მიყევით პროცესებს და ნუჩქარობთ. ნებისმიერი ჩქარი შემოგდებით რაღაც პროცესების, თქვენ თავს აზიანებთ. თქვენ თავს აძალებთ ან აიძულებთ რაღაცას, როცა რეალურად თქვენ ამ ენერგიაში შესვლა შესაძლებელია რომ მოხდეს, ოღონდ ნელ-ნელა. არ არის აუცილებელი ერთბაშად. რაღაცა დიდი პროცესი გაქვთ იქამდე გასავლელი, ხო? იმიტომ რომ პენტაკლების რაინდი არასოდეს არ არის რაღაცა ჩქარი ნაბიჯები და ჩქარი ენერგეტიკული იმპულსი, ხო? შესაბამისად, ეცადეთ, რომ თქვენს მოააჩქარებთ თქვენს თავს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე გაქვთ გასაცნობიერებელი, სანამ აი ამ სიღრმეებში შემოხვალთ. აი ეს შემიძლია რომ გითხრათ ჩემო ძირფასო პირველო ვარიანტო. მე კი დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, როგორც ისიც YouTube-ის ალგორითმი ასე მუშაობს, რომ რაც უფრო მეტი კომენტარები და რაც უფრო მეტი ლაიქები აქვს ვიდეოს, ამ შემთხვევაში აჩვენებს ძალიან ბევრ ხალხს და გამიხარდება ჩემი კონტენტის გაზრდაში თუ დამეხმარებით. ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი და გააზიარეთ მოცემული ვიდეო იმისათვის, რომ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა შეძლოს ამ ინფორმაციული კუთხით საკუთარი თავის გაცნობა, მიგიდირება ცხოვრების მნიშვნელოვან პლანზე და ასპექტებზე და ესე რომ ვთქვათ, ჩვენი არხიც, რა თქმა უნდა, ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. აღწერის ველში მითითებული მაქვს ჩემი სოციალური ქსელები, პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ იქ დამიკავშირდეთ, ან დონაციის სახით გამოხატოთ თქვენი მადლიერება, მითითებული მაქვს ანგარიშის ნომრები. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ მადლიერებისთვის ეს ძალიან გამახარებს და კიდევ უფრო მეტ мотивაციას მომცემს იმისათვის, რომ უფრო აქტიურად და სტაბილურად ჩაგიწეროთ ხოლმე ასეთი ტიპის ვიდეოები. მე კი დაგემშვიდობებით და გადავალ მეორე ვარიანტზე.
მოგესალმებით, მეორე ვარიანტი. ვინც აირჩიეთ ფლორიტის მინერალი, ეს არის თქვენი გაშლა. რისგან გჭირდებათ ამ მომენტში? განთავისუფლება და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შეძლოთ და განთავისუფლდეთ ამ ყოველივესგან. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს ჩვენი არხი და მეტი აქტივობა წამოვიდეს, ასევე არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება, რამდენად იქნება ეს რეზონანსული თქვენს ენერგიებთან და თქვენს ცხოვრებასთან. მეორე ვარიანტი, რისგან გჭირდებათ განთავისუფლება? გვაქვს ორიანი მიწის, ამ შემთხვევაში პენტაკლების, ხუთიანები წყლების, ანუ ხუთიანები თასების და ცხრიანი ჰაერი, ანუ ცხრიანი ხმლების. ასე იმიტომ გესაუბრებით, რომ მანარაში სტიქიურად სახელდება არგანები და არა, ესე რომ ვთქვათ, სიმბოლოების მიხედვით. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ განთავისუფლება მატერიალური არასტაბილურობისაგან და ზედმეტი არაფორმალური კავშირებისაგან და არა დასახელებული კავშირებისაგან, ანუ იმას, რასაც რაღაცა კონკრეტული სტატუსი არ გააჩნია. ამავდროულად ფინანსებთან დაკავშირებით არასტაბილურობაში გჭირდებათ ყურადღების მიქცევა, რომ განთავისუფლდეთ ამისაგან და გესაჭიროებათ, რომ რაღაცნაირად უფრო შეძლოთ ოქროს შუალედის პოვნა და საზღვრების პოვნა, სადგადის ზღვარი ბალანსსა და გადამეტებულ ურთიერთობებს შორის. ეს ეხება პირად ურთიერთობას თუ ფინანსებს, ეს თქვენს თავს მოარგეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ რას აკეთებთ ამის ხარჯზე. აქ იკარგება საკუთარი თავის ან შრომის ფასი, იკარგება საკუთარი ენერგია, იკარგება საკუთარი რეპუტაცია და იკარგება საკუთარი პოტენციალი იყოთ მეტად უფრო საინტერესო, იმიტომ რომ ამ არასტაბილურობაში ერთგვარად იძირებით, ხო, მოდი ესე რომ ვთქვათ. ამავდროულად თუ არ გინდათ, რომ ეს თქვენი რეპუტაცია დარჩეს როგორც მოგონება და ესე რომ ვთქვათ, გახდეთ ამ შემთხვევაში მოდი მანარას ენაზე ვისაუბრებ, არ გახდეთ თოჯინა, რომელიც ვისაც როგორ უნდა ისი ათამაშებს და ან პირიქით გახდეთ ზეკლდემა მოსილი, რომ შიში გაგიჩნდეთ, რომ საერთოდ ვიღაცა ან რაღაცა მოგიახლოვდეთ, აქ ჯობია ზღვარი დაიცვათ. ფინანსების ნაწილს რომ მოვარგოთ, თუ კი თქვენ ამ ზღვარს არ დაიცავთ ფინანსებში და არ დაიცავთ, ესე რომ ვთქვათ, ზომიერებას, რამდენს ხარჯავთ, ან რამდენს ითხოვთ, თქვენ მოგიწევთ ძალიან დიდი ეკონომიის საკეთება გარკვეულ ნაწილში, რაღაც ჩარჩოებში ჩასმა საკუთარი თავის და გარკვეული ზღვარების დაწესება. თავდაპირველად ვეჯობია, რა თქმა უნდა, რომ გარკვეული საზღვრები დაუწესოს თქვენს თავს და როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ხო, მისცეთ კონკრეტული მიმართულება თქვენს ენერგიას. თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება, ეს მიმართულება მიეცით მხოლოდ ისეთ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც რეალურად გრძნობთ, რომ სანდუა, ვინც რეალურად გრძნობთ, რომ თქვენიან მოგწონთ და გაინტერესებთ და ესე რომ ვთქვათ, ყველას მოედებით. ფინანსებთან მიმართებაში განსაზღვრეთ, რისი საჭიროება გაქვთ და სად გინდათ ამ ფინანსური რესურსის ჩადება და აქეთ მიმართეთ თქვენი ენერგია ამ მიმართულებით. ხო, რაღაცა გზა მიეცით, იმიტომ რომ არ გაიფანტოს ესე ფუჭად და თავისი ფასი არ დაკარგოს, ხო? იგივე სიტყვის საკუთარ შრომაზე და რეპუტაციაზე. ამავდროულად აქ რაღაცა გაქვთ, არ ვიცი, საინტერესო, რასაც ზედმეტად აზიარებთ და აი აქ გჭირდებათ ზღვარის დაცვა, რომ ცოტა არ ვიცი, შეიძლება იდეები იყოს, ზედმეტად აზიარებდეთ თქვენს იდეებს, თქვენს გეგმებს ან თქვენს ცხოვრებას ადამიანებთან და მერე ბოლოს უკან წინ გიხვდებოდეთ უფრო სწორად თქვენი საუბრების შედეგები, რომ ან რაღაცა არ გამოდიოდეს, რაღაცაში მერე ხელი გეშლებოდეთ, იმიტომ რომ ეს ენერგია გაფლანგეთ უკვე ვიღაცებთან საუბარში და არა იმაში, რომ თქვენს შრომას მოხმარებოდა, ხო? Solitude არის ესეთი ორაკული, რისგან გჭირდებათ ასევე განთავისუფლება, ეს არის გარშემო არასანდო ადამიანებისაგან და ზედმეტად ესე რომ ვთქვათ, როგორ გითხრათ, ბევრს ფიქრობთ, მოდი ესე ვიტყვი რა.
ბევრს ფიქრობთ, ოღონდ აზიარებთ ამ ფიქრებს იმის მაგივრად, რომ ჩართული იყოთ პროცესში და ენერგია იკარგება ამაში, უმოქმედობაში, მაგრამ არასაჭირო მოქმედებებში ამავდროულად. აი რაღაცა მიმართულების მიცემა ჭირდება უფრო თქვენს ენერგიას მე ესე ვიტყოდი, რომ ესე რომ ვთქვათ, იმოქმედოთ, ამუშაოთ თქვენი პროცესები. მოდი კიდევ ერთხელ დავკონკრეტდეთ, რისგან გჭირდებათ განთავისუფლება. მეორე ვარიანტი. განთავისუფლება გჭირდებათ ერთის მხრივ მარტოსულობის თამაშისგან, როდესაც თქვენ რეალურად მარტოსული იმიტომ ხართ, რომ ზედმეტად ბევრ ხალხში ხართ ჩართული. ოღონდ არასაჭიროდ ვულგარულად მე ესე ვიტყოდი რაღაც მომენტში. ან შეიძლება უბრალოდ არ მინდა რომ გავლენის ქვეშ მოვექცე კარტების თემატურობიდან გამომდინარე, მაგრამ აქ აშკარად იგრძნობა რაღაცა, რაც არ არის სასარგებლო თქვენთვის. რაღაც რაც ტოქსიკურია თქვენთვის, რაც თქვენზე არ მოქმედებს კარგად. და ეს არის ზუსტად ზედმეტი გამოჩენა. თქვენი სხეულით იქნება ეს, თქვენი აზრებით იქნება ეს, თქვენი გეგმა, აი რაღაცა თქვენი პირადი სივრცე გამოგაქვთ ზედმეტად შემოწირფასებო და თქვენ კიდე ფიქრობთ, რომ რაღაცა ჩემთვის ვარ და მაინც რას მერჩიან, ხო? თქვენთვის არ ხართ მეგობრებო აქ. თუ რამე გაგაჩნიათ, ყველას ყველაფერს ესე რომ ვთქვათ, აჩვენებთ და მერე გიკვირთ, რატო ესე რომ ვთქვათ, იღებენ თქვენგან რაღაცას, რატო იყენებენ ამ თქვენს პოტენციალს. ბევრი პრობლემა გაქვთ აქ შემოძირფასებო თქვენ თავთან სამუშაო ამ მიმართულებით, რომ ისწავლოთ, სად გადის ზღვარი პირად სივრცესა და ხალხთან გასაჟღერებელი ინფორმაციის შორის. აი ეს ფილტრი ნამდვილად გჭირდებათ, იმიტომ რომ აქ აშკარად ჯერ ესეთი რო კრიტიკის ძალიან რთული მიმღებლები ხართ, იმიტომ რომ ზედმეტად თავისუფალი ადამიანი ხართ შინაგანად და გარეგნულადაც ეს იმდენად თავისუფლად გამოდის, რომ სხვებს აღიზიანებს ეს მე ესე გეტყვით და ოღონდ ეს გაღიზიანება მერე თქვენ ზიანს გაყენებთ. აი ამაშია საქმე, თორე განა იმაში, რომ ვიღაცის გამო თქვენ თავი შეიზღუდოთ. უბრალოდ თქვენ ამით თქვენს თავს აყენებთ ზიანს. მაგალითად, ეხლა თქვენს იდეებზე და გეგმებზე თუ ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ეს თქვენს თავს, იმიტომ რომ უკვე ვეღარ აკეთებთ ამის მატერიალიზებას, ხო? ვერ ასრულებთ ამას, აღარ გამოგდით, ენერგია აღარ გრჩებათ. იქ ვიღაცა რაღაცას მწარედ გეტყვით, იქ ვიღაცა მისი აზრით გამოგეკიდებათ ამ რაღაცაში, რაც თქვენზე აშკარად ემოციურად მერე მოქმედებს და რჩებით მერე ფიქრის პოზიციაში და ფიქრის მდგომარეობაში და მერე ფიქრობთ, ამდენი კარგი იდეა მქონდა, რატო ვერ გავაკეთე? იმიტომ რომ ყველას მოსმენაში დაკარგეთ დრო. აი ამიტომ. როგორ უნდა მისცეთ ამას მიმართულება, ამაზე უკვე გესაუბრეთ. იმოქმედეთ და მოძრაობაში იყავით, მაგრამ მოდი ტაროზოს ვიკითხოთ, როგორ უნდა განთავისუფლდეთ უშუალოდ ამ ხელის შემშლელი ფაქტორისგან. ამისგან განთავისუფლდეთ. მეგობრებო, ორიანი პენტაკლები და ორიანი პენტაკლები ისევ გაგვიმეორდა. დაბალანსებით მეგობრებო, ზღვარი ისწავლეთ სად გადის. ზღვარი ისწავლეთ იმისი, რა უნდა გააზიაროთ და რა არ უნდა გააზიაროთ. მოდი ამას დავაფარებ, რომ TikTok-მა უკაცრავად YouTube-მა არ დამბლოკოს ამის გამო. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ. 7-იანი თასები და მაგი. მეგობრებო, მოიქნებით ესეთი გასაგებები ადამიანებისთვის, ნიღაბი ხანდახან ცუდი არ არის. როცა საჭიროა მაშინ გამოიტანეთ, იქამდე იმოქმედეთ და იზრუნეთ თქვენი მიზნების მატერიალიზებაზე. არკანი მაგია მოგდის. ნიღაბი ყოველთვის ცუდი არ არის.
ხანდახან ნიღბის ტარება საჭიროა, რომ ის თქვენი სულიერი სამყარო, რაც ესეთი საინტერესო და საოცარი გაქვთ, უბრალოდ მხოლოდ სწორ ადამიანებთან გამოიტანოთ, ხო? ანუ ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, რომ აი აქ ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი. წარმატებებს გისურვებთ. აქ ერთ რჩევას მოგცემთ. თუ რაღაცეებს აქამდე უფასოდ აზიარებდით, მიეცით ამას რაღაცა ერთი კონკრეტული მიმართულება და უბრალოდ რაღაცა ფასიანი სივრცე შექმენით, სადაც კონკრეტული ზღვარი იქნება თქვენს ცოდნას და თქვენ აღარ იგრძნობთ თავს დაუფასებლად. აი ეს რჩევა მაქვს თქვენთვის მეორე ვარიანტი. აქ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ მეტი ღირებულება შესწინოთ, იმიტომ რომ ეს ღირებულია ნამდვილად, უბრალოდ თქვენ აუფასურებთ ამ ყველაფერს. მეტი ღირებულება მიეცით აქ თქვენს პიროვნულ თავსაც, თუ ეს პირადი ურთიერთობების ნაწილს ეხება და თუ ეს საქმიან ნაწილს ეხება, მიეცით თქვენს საქმეს მეტი ღირებულება და ნუ მისცემთ ადამიანებს იმის უფლებას, ყოველ ფეხნაბირზე გიკრიტიკოთ თქვენი ნაშრომი, გააქილიკოს და მე მეორე წამს ხედავდეთ, რომ თვითონ აკეთებს აბსოლუტურად იგივეს, რასაც თქვენ აკეთებდით. მაგრამ თქვენ გაგაკრიტიკათ და რა მოხდა, ხო? დაიჭრილეთ მის ფონზე. იმიტომ რომ იმან თქვენი იდეა გამოიყენა, მაგრამ თქვენ დაგამცირათ. აბა დაუკვირდით მეგობრებო, რამდენად გიღირთ ასეთი რაღაცა, ხო? ნუ მიახსენეთ ასეთ ხალხს ყურადღებას, იმიტომ რომ თქვენი ჩალის ფასადაც არ ღირსო ესე, რო ვთქვათ, რო იტყვიან. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი, მადლობა სიხდით. ყურადღებისთვის ძალიან საინტერესო გაშლა გამოგვივიდა, ფიქრობ და გამოსადეგი იქნება ეს თქვენთვის. კი დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყეთ და კომენტარება რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის, ძალიან გამიხარდება თუ თქვენს მცირე პერსონალურ ინფორმაციასაც მომიყვებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ არკანებთან კომბინაციაში, ძალიან დამეხმარება უკეთესად გავიცნოთ და დავინახო, ესე რომ ვთქვათ, რისი საჭიროება გაქვთ, რომ ინფორმაციულად მოგაწოდოთ და მოგცეთ მიმართულება და შესაბამისად, შემდეგი გაშლები უმეტესად კიდევ უფრო თქვენზე იქნება ორიენტირებული და ვიკონცენტრირდები იმაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ, იმაზე გავშალო შემდეგში ტარო და გაგიკეთოთ გაშლები. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით. მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ვეფხვის თვალის გულის ფორმის მინერალი. ნახოთ რისგან გესაჭიროებათ ახლა ამ მომენტში განთავისუფლება. ძალიან ძლიერი და ცოტა არ იყოს ტოქსიკური ენერგიები ტრიალებს მინდა გითხრათ თქვენს გაშლაში. გვაქვს არკანი სიკვდილი, გვაქვს ხუთიანების ცეცხლი, ამ შემთხვევაში კვერთხები და სამიანების წყლები, ანუ თასები. და გვაქვს ორაკული blessing და გვაქვს ორაკული საჩუქარი. ამ შემთხვევაში გეტყვით შემდეგ რამეს მესამე ვარიანტი. ზედმეტად არომანტიზირებთ გამცემლობას დავფარავ მაინც გამცემლობას თქვენი ენერგიის რა როგორ მომენტებში როგორ გიყოლიებენ манипуляციებზე, მომენტებში როგორ გიყენებენ სხვადასხვა სიტუაციებით და თქვენ ამბობთ ამას, რომ მე ამას გავცემ უპირობოდ და საერთოდ არ მაინტერესებს. შედიხართ ადამიანებთან კონფლიქტში და თქვენ ამბობთ, რომ იცი რა, მე რეალურად არ მაინტერესებს. ადამიანები გებრძვიან, გეკონკურენტებიან და თქვენ ამბობთ, მე ეს არ მაინტერესებს, არ მაყენებს სიანს. როცა რეალურად თქვენი ცხოვრება პირდაპირ მნიშვნელობით სიკვდილთან ცეკვას გავს, რომ თითქოს თქვენს თავს და პოტენციალს კლავთ. ისეთი შეგრძნება მაქვს შემოძვირფასებო, რომ მუდმივად რაღაცა გაქვთ გასაყოფი და ყოველ ჯერზე, როდესაც აი ამ გასაყოფზე ბრძოლა მიდის, თქვენ უთმობთ სხვა ადამიანებს აი ამ გასაყოფს და მათ მაგივრად თქვენ აკეთებთ არჩევანს, რომ იცი რა, მე კი არ ვიბრძვი ამისთვის და ვცდილობ შენარჩუნებას, არამედ მე მივდივარ, იმიტომ რომ თუ აქ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ბრძოლა მიდის, მე ამაში არ ჩავერთვები, არ მაინტერესებს რისთვის. მაგრამ რეალურად აი ვერ იცავთ ესე რომ ვთქვათ, ის რაც თქვენი უნდა იყოს იმას და თმობთ მარტივად. ისე რომ თითქოს არ გაინტერესებთ.
მოდი აბა კიდე მინდა რომ ჩავეციო რისგან გჭირდებათ მესამე ვარიანტი განთავისუფლება აი ზედმეტი უდარდელობისგან რო იტყვიან რა ხო მეგობრებო ზედმეტი უდარდელობისგან უნდა განთავისუფლდეთ და ნახეთ უნდა გაარჩიოთ რა არის შესანარჩუნებელი და რა არა თქვენ ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ არის აქ რაღაცეები რაც თქვენია და ჯობია რომ იბრძოლოთ და ესე რომ ვთქვათ სხვას არ დაუთმოთ ეს იმიტომ რომ ეს არის თქვენი და აქ თქვენი საზღვარი უნდა დაწესდეს და მეორე ნაწილი რა თქმა უნდა რომ თუ ეს რაღაცა დაუშვათ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს რომ დაუშვათ ხედავთ რომ ადამიანის სხვაგან აკეთებს არჩევანს ან სხვაგან გარბის და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს ადამიანს არც უნდა გაიგიდოთ ხო მაგრამ თქვენ გაქვთ უნარი რომელიც მოგეცათ ინტუიციის შეიძლება აქ ვიღაცამ კარტის გაშლა იცის ხო ტაროს გაშლა მაგალითად ან ინტუიცია გაქვთ ძალიან ძლიერი და კარგად ხედავთ აი რაც გიბოძათ ესე რომ ვთქვათ უნარად და ნიჭად და თქვენ ამ უნარს და ნიჭს არიყენებთ რომ ამისთვის სწორი ფილტრაცია გააკეთოთ ხო და უდარდელობაში გადადიხართ უბრალოდ რომ თუ საბრძოლველია მე იქ არ შევალ არადა როცა თქვენი სივრცე და რაღაცა თქვენი დასაცავია ამავდროულად თქვენ ხართ ძალიან აი ადამიანი რომელსაც არავის არ უნდა რომ აწყენინოს ეგეთ პიროვნება და თუ რამე შეუძლია ყველას ზედმეტად აძლევს და გასცემს არ ვიცი საჩუქარია და უაზროდ გასცემთ თქვენი რაღაცა არის და ამასაც უთმობთ და გასცემთ აი თქვენი პერსონალური წარმატებები და საჩუქრები სამყაროსგან რაც არის ამას მუდმივად სხვას უთმობთ აი ამას გეტყვით რაც ასე არ უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ გადაგდით იმაში რომ ესე იგი თქვენ არ აფასებთ იმას რაც გაქვთ როგორ უნდა შეძლოთ რომ განთავისუფლდეთ აი ამისგან გამოიღვიძეთ მეგობრებო თქვენ ძალიან ბევრი ილუზია გაქვთ ილუზიაში ხართ იმისა რომ თქვენ ყველაფერს ხედავთ თქვენ ყველაფერი იცით თქვენ ყველაფერს აკონტროლებთ მაგრამ რეალურად ვერაფერსაც ვერ ხედავთ და ვერაფერსაც ვერ აკონტროლებთ იმიტომ რომ უბრალოდ ფეხებზე გკიდიათ არ აქცევთ ამას ყურადღებას და რა თქმა უნდა კარგავთ თქვენ უნდა დათმოთ პირველ რიგში ზუსტად ეს იმის ილუზია რომ ეს არ გაინტერესებთ იმის ილუზია უნდა დათმოთ რომ ეს თქვენ ზიანს არ გაყენებთ რა თქმა უნდა გაყენებთ იმიტომ რომ ამის ფონზე თქვენ უკვე ვეღარ მოქმედებთ წარმატებას ვერ ახსევთ ბედნიერი ვერ ხართ ეს არის აქ პრობლემა მოდი რჩევა ამოვიღოთ თქვენთვის სამი უმაღლესი არკანია პრინციპში მეტი რჩევა რაღა უნდა ამოვიღო აქ სიკვდილის არკანიც ორჯერ გაგვიმეორდა მაგრამ მაინც მოდი აბა ვნახოთ ხუთიანების თასები მიიღეთ მეგობრებო აღიარეთ ის დანაკარგები რომელიც უკვე გაქვთ და დაიწყეთ დაფასება იმისი რაც გეძლევათ და იზრუნეთ მის შენარჩუნებაზე და იმაზე რომ ეს თქვენ გამოიყენოთ და არა სხვა თქვენს რაღაცაზე მაქვს საუბარი არ არის საჭირო მეგობრებო ყოველთვის ასეთი უდარდელობა ყველაფერზე ხო არ შეიძლება კი ერთის მხრივ ეს თავდაცვითი მექანიზმია რომ არ განიცადოთ მაგრამ მეორეს მხრივ ცხოვრებაში ამის გამო ძალიან ბევრ დანაკარგებში გადადიხართ სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო მესამე ვარიანტისთვის მადლობა სიხდით ყურადღებისთვის
პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის გელით აღწერაში მითითებული მაქვს ჩემი სოციალური ქსელები და შეგიძლიათ რომ ჩამეწეროთ, ვისაც სურვილი გაქვთ. ასევე მითითებული მაქვს ანგარიშის ნომერი ერთგვარი დონაციისთვის, მადლიერება შეგიძლიათ გამოხატოთ მცირე ფინანსური ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია, აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ გამიხარდება ამ მხრივ დაეხმარებით ჩემს YouTube არხის გაზრდაში, რაც უფრო მეტ мотивაციას და ხნეობას მომცემს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი და საინტერესო გაშლები ჩაგიწეროთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და კომენტარება და ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ვამჩნევ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურავს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არ არის ჩემი გამომწერი და პატარა subscribe ღილახს უნდა დააჭიროთ, ან თუ Facebook-ზე მიყურებთ, გამოწერის ღილახს უნდა დააჭიროთ, გადმოხვიდეთ ჩემს გვერდზე და დააჭიროთ პატარა ღილახს გაზიარების სახით, იმისათვის რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ ვიდეოების ნახვა და მისთვის საინტერესო გაშლების პოვნა და ყურება, რომელიც დაეხმარება ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში. ძალიან მიხარია თქვენი ბოლო პერიოდის აქტივობა და გამიხარდება თუ ასე გავაგრძელებთ ყოველთვის, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმი სწორედ ასე მუშაობს თქვენი აქტივობის ხარჯზე. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის, მე კი დაგემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.